აჭარული საუნჯე ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა. 6 ტომეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მნიშვნელოვანი გამოცემაა. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის დაარსებისთანავე 1958 წლიდან დაიწყო აჭარის რაიონებში ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური ექსპედიციები. მოპოვებული მასალა ინახება ინსტიტუტის არქივში. წიგნში შესულია ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში შეკრებილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ნანა ვალიშვილმა გახსნა. მან გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და აჭარაში სამეცნიერო საექსპედიციო საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა. წიგნის წარდგინებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის წარმომადგენლები, ისტორიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჰქონდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. ჩვენმა ცენტრმა უმასპინძლა აჭარის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევით ინსტიტუტს, რომელთაც წარმოგვიდგინეს უნიკალური გამოცემა აჭარული საუნჯის 6 ტომეული. ამ გამოცემაში შესულია აჭარული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ინსტიტუტს ზოგადად ესეთი მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და იმისთვის, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბიბლიოთეკა და ჩვენი ცოდნა გაამდიდრა ამ ფასდაუდებელი საუნჯით. დღევანდელი დღე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის. დღეს წარვადგინეთ ჩვენ აჭარული საუნჯის 6 ტომეული. აი ამ ტომში არის ასახული მასალა, რომელიც ინახება ინსტიტუტის ფონდებში, საარქივო ფონდებში და მასში არის შესული 1958 წლიდან 1980 წლამდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შეგროვებული საარქივო მასალა. ეს არის ფოლკლორული, დიალექტოლოგიური მასალა და სხვადასხვა მიმართულებით არის წარმოდგენილი ტექსტები. ჩვენ ეს გავყავით 6 ტომად, 6 გამოვიცა და მე-7 ტომის გამოცემა იგეგმება 2026 წელს.